ტერმინი სამოქალაქო საზოგადოება ბოლო 30 წელზე მეტია, რაც დამკვიდრდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ საზოგადოებებში. თავდაპირველად ეს ტერმინი ჩაფიქრებული იყო იმისათვის, რათა აღენიშნათ ახალ პოსტკომუნისტურ ეპოქაში ხალხისგან წამოსული სოციალური ცვლილება და ერთი შეხედვით წარსულში უცნობი დემოკრატიული პრაქტიკები. შესაბამისად, ამ ცნების ირგვლივ დიდი იმედები და მოლოდინი არსებობდა. თუმცა დღეისათვის უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი კრიტიკული ანალიზი დაგროვდა იმის შესახებ, რომ ამ რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება არც ისეთი პოზიტიური მოვლენა გამოდგა, როგორცაც ამას ელოდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კრიტიკული ხედვის მიხედვით, ისეთი ცნებები, როგორიც არის სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი თვითორგანიზება, ან სამოქალაქო აქტივიზმი, პოსტსოციალისტურ კონტექსტში ყოველთვის პოზიტიური, ან თუნდაც ნეიტრალური მნიშვნელობის მქონე სულაც არ არიან. იმისათვის, რათა გავიგოთ თუ რატომ არის ეს ასე, პირველ რიგში ისინი იმ კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში უნდა გავიაზროთ, რომელშიც წარმოიქმნენ. ეს კონტექსტი ამ შემთხვევაში 90-იანი წლების შემდგომი ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ტრანზიციების ეპოქა იყო. ამ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება თავისი სპეციფიური ორგანიზების პრაქტიკებით, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებით, დემოკრატიული ტრანზიციის მთავარი განსაზღვრელი ცნება ხდება. ხოლო მოქალაქეთა ორგანიზების ნებისმიერი ფორმა, რომელიც განსხვავებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ ეგრეთ წოდებული NGO-ების ფორმალური მოდელისაგან, არასამოქალაქოდ ან არაცივილურად არის გამოცხადებული. ამ ისტორიულ კონტექსტში ყველა ადგილობრივი ინსტიტუტის, ორგანიზაციისა თუ მოძრაობის მიმართ ჩნდება ერთგვარი მოლოდინი, რომ მათ ხელი უნდა შეეწყოთ პოსტკომუნისტური ქვეყნების გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციისათვის. ანუ ისინი უნდა დახმარებოდნენ ამ რეგიონის ქვეყნებს გლობალური კაპიტალიზმისკენ მიმავალ ამ ახალ და რთულ გზაზე. სწორედ ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების იდეა სასურველად მოიაზრებდა არა ისეთ სახელმწიფოსა და ეკონომიკას, როგორცაც გადაწყვეტდნენ პოსტსოციალისტური საზოგადოებები მართლაც სახალხო პოლიტიკითა და დემოკრატიული პროცესებით, არამედ სახელმწიფოსა და ეკონომიკის სასურველი მოდელების იდეა დიდწილად ნასაზრდოები იყო გლობალური ინსტიტუტების წესებითა და ინტერესებით. გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ინტეგრაციით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის წარმოიქმნა ძალაუფლების ახალი ასიმეტრიები. ანუ ისინი იმგვარად ჩაერდნენ მსოფლიო ეკონომიკაში, რომ ეკონომიკური ცენტრის ჰეგემონია კიდევ უფრო გამყარდა, ხოლო თავად მათ მხოლოდ დაქვემდებარებული პოზიცია დაიკავეს. ცენტრსა და პერიფერიას შორის ეს უთანასწორო ურთიერთობის ფორმა კი, რომელსაც ხშირად თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების სახე აქვს და რომელსაც იმპერიალიზმის ახალ ფორმებსაც უწოდებენ ხოლმე, 10 წლეულების მანძილზე თითქმის არასდროს ყოფილა პოსტსოციალისტური სამოქალაქო საზოგადოების დღის წესრიგში. ორგანიზების ის მოდელი, რომელზეც პოსტსოციალისტური ეპოქის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაეფუძნენ, საუბარია ელიტურ და დონორების მიერ წარმართულ დღის წესრიგზე, არაერთხელ არის გაკრიტიკებული არა მხოლოდ მისი ელიტურობისა და საგარეო დონორებზე სრული დამოკიდებულების გამო, რაც მათ ანგარიშვალდებულს ხდის საგარეო აქტორების წინაშე, არამედ იმის გამოც, რომ ამ მოდელმა ამ ისტორიულ ეპოქაში ნეოლიბერალური ლოგიკა გაითავისა. 10 წლეულების განმავლობაში ამ მოდელში სახელმწიფო და მისი ძალაუფლება თითქმის ყოველთვის ბოროტებად იყო წარმოჩენილი, ხოლო თავისუფალი ბაზარი სასურველს იკეთეთ. ამდენად სამოქალაქო საზოგადოების ის გაგება, რომელიც პოსტსოციალისტურ ისტორიულ ეპოქაში დამკვიდრდა, ერთი მხრივ სახელმწიფოსგან უკან იხევს, მაგრამ მეორე მხრივ წინ მიიწევს გლობალური წესებისა და ინსტიტუტებისაკენ. და ამის გამო მას ნეოლიბერალური გლობალიზაციის ადგილობრივ იდეოლოგიურ აგენტსაც უწოდებენ ხოლმე. ამიტომაც არის მიჩნეული პოსტსოციალისტური სამოქალაქო საზოგადოების იდეა ამ ეპოქისათვის დამახასიათებელ ისტორიულ და იდეოლოგიურ კონსტრუქციად. ამ ისტორიული კონსტრუქციის კიდევ ერთი იდეოლოგიური მახასიათებელი ის არის, რომ მან ასევე წარმატებით შეითვისა გვიანი სოციალისტური ეპოქისათვის დამახასიათებელი გეოპოლიტიკური იერარქიები. მაგალითად, აღქმა იმის შესახებ, რომ არსებობდა სოციალური პროგრესის ასიმეტრიული განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ხოლო ჩამორჩენილი აღმოსავლეთი უნდა დაწეოდა განვითარებულ დასავლეთს. სამოქალაქო საზოგადოების იდეაც პოსტკომუნისტური საზოგადოებების ჩამორჩენილობის სწორედ ამგვარ აღქმას დაეფუძნა და ამ ქვეყნებში გარკვეული დაქვემდებარებულობის განცდა წარმოქმნა. რაც თავის მხრივ უკვე მოგვიანებით სათავეს უდებს ახალი ტიპის ეთნონაციონალისტურ რეაქციასა და სიამაყეს.
ზოგიერთი ავტორი იმასაც წერს, რომ 1989 წლის მასობრივ რევოლუციებში, სადაც მხოლოდ მცირე რიცხოვან ინტელექტუალთა ჯგუფი უწოდებდა საკუთარ საქმიანობას სამოქალაქო საზოგადოებას, ახალი პოლიტიკური იდეები თითქმის არ არსებობდა, რადგან ამ პერიოდის რევოლუციონერებს მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის მსგავსი ცხოვრება უნდოდათ. ამდენად პოსტსოციალისტურ ეპოქაში სამოქალაქო საზოგადოება და მასთან დაკავშირებული ცნებები არა ნეიტრალურ, არამედ იდეოლოგიურად დატვირთულ მნიშვნელობას იძენს. სამოქალაქო აქტივიზმის იდეები და პრაქტიკები დემოკრატიული ჩართულობის გარკვეულ ილუზიებს ქმნიან, თუმცა გლობალურ კაპიტალიზმზე დაქვემდებარებულობა და იმპერიალიზმის ახალი ფორმები, რომელიც ამ საზოგადოებების ეკონომიკურ განვითარებას აბრკოლებს, სამოქალაქო აქტივიზმის და დემოკრატიული მონაწილეობის შინაარსი არ ხდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხშირ შემთხვევაში თითქმის ერთადერთი წყაროა პოლიტიკური ელიტების წარმოსაქმნელად. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი იდეოლოგია გრძელვადიან პერსპექტივაში პოლიტიკურ ელიტებშიც გადადინდება ხოლმე. სამოქალაქო საზოგადოების ცნებას საფუძველი მე-18 საუკუნის განმანათლებლობაში აქვს. და ამ დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მე-18 საუკუნეში სამოქალაქო საზოგადოება კერძო ინტერესების სფერო იყო, რაც რეალობაში ბურჟუაზიის ინტერესების სივრცეს გულისხმობდა. ანუ სამოქალაქო საზოგადოება და ბურჟუაზია აქ ერთმანეთის სინონიმებად მოიაზრებოდნენ. სახელმწიფო და მისი წარმომადგენელი მონარქი მაშინ უნივერსალურობის პრინციპს განასახიერებდნენ, ხოლო ამ პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტელექტუალურ თავსატეხს ის წარმოადგენდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო უნივერსალური და კერძო ინტერესების ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანა. ანუ როგორ უნდა ეთანამშრომლათ იმდროინდელ ბურჟუაზიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს საერთო სიკეთის წარმოსაქმნელად. მეორეს მხრივ, მარქსისტული ტრადიცია კრიტიკულად უყურებდა იმის შესაძლებლობას, რომ კერძო ინტერესებისაგან შესაძლოა ამოზრდილიყო საერთო და უნივერსალური ინტერესი. ამიტომაც მარქსისტული მიდგომით ბურჟუაზიული სამოქალაქო საზოგადოება თავის თავში წარმოქმნიდა თვითდესტრუქციულ სოციალურ ძალას, შრომელთა კლასს, რომელიც საბოლოო ჯამში შეცვლიდა ან დაანგრევდა სამოქალაქო საზოგადოების არსებულ ბურჟუაზიულ მოდელს. ამდენად სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ბურჟუაზიის ინტერესთა სივრცედ წარმოიქმნა, მე-19 საუკუნეში უკვე მოიაზრებდა ამ სივრცეში ერთმანეთთან დაპირისპირებული სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და ინტერესების არსებობას. ამის შემდგომ იყო უკვე სამოქალაქო საზოგადოების ამერიკული გაგება, რომლის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ფრანგ დიპლომატსა და პოლიტოლოგ ალექსის დე ტოკვილს მიუძღვის. ტოკვილმა 1830-იან წლებში ამერიკაში იმოგზაურა და ამერიკულ დემოკრატიაში ასოციაციური, მოხალისეობრივი და სპონტანური ორგანიზების კულტურისადმი რწმენა დაინახა. ეს თვისებები სამოქალაქო საზოგადოების ამერიკული ვერსიის უმთავრესი მახასიათებლები გახდნენ. ამერიკულ გაგებაში სამოქალაქო საზოგადოება აღარ არის დაკავშირებული ბურჟუაზიასა და კაპიტალიზმთან. და აქ უკვე აქცენტი კეთდება მოქალაქეთა უნარზე სპონტანურად დაორგანიზდნენ სახელმწიფოსა და ეკონომიკური ძალაუფლების წინააღმდეგ. შემდგომ მოდის მე-20 საუკუნე და სამოქალაქო საზოგადოების გრამშისეული გაგება, რომელიც ევროპულ ისტორიულ კონტექსტში ყალიბდება და უარყოფს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ სპონტანურობითა და ვოლუნტარიზმით იქნებოდა შესაძლებელი 30-იანი წლების იტალიურ ფაშიზმთან შებრძოლება. ამიტომაც გრამშისეული სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურ საზოგადოებასთან ალიანსში წარმოგვიდგება, რომლებიც ერთად და ერთიანი ძალებით იბრძვიან სასურველი სახელმწიფოსა და წესრიგის დაფუძნებისათვის. ევროპის ისტორიული კონტექსტი და მისი კლასობრივი იერარქიებით დატვირთული სოციალური სტრუქტურა მკაფიოდ განსხვავდება ტოკვილის მიერ აღწერილი ვაჭრებისა და ხელოსნების მიერ შემდგარი ამერიკული საზოგადოებისგან. როგორც კანადელი პოლიტოლოგი რობერტ კოქსი აღნიშნავს, სახელმწიფოს გარეთ არსებული ამერიკული სამოქალაქო საზოგადოებისგან განსხვავებით, მე-19 საუკუნის ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს შეერწყა და ეს მოხდა კორპორატიზმის სახით. ეს ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებებში კლასობრივი ბრძოლის დამანგრეველი პოტენციალის მოთოკვა იყო, რამაც დამსაქმებელი, დასაქმებული შრომელები და სახელმწიფო ჰარმონიულ და კონსენსუალურ ურთიერთობაში მოიყვანა და ისინი სახელმწიფოს პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერებად აქცია. სამოქალაქო საზოგადოების ცნების ევროპული და ამერიკული ტრადიციების ეს ძალიან მოკლე მიმოხილვა გვაჩვენებს ორ უმთავრეს ტენდენციას.
პირველი ეს არის ზემოდან ქვემოთ წამოსული პროცესი, სადაც კაპიტალიზმის დომინანტური ეკონომიკური ძალები ქმნიან ინტელექტუალურ და კულტურულ ჰეგემონიას სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით, რაც მოსახლეობაში არსებული ეკონომიკური წყობისადმი თანხმობას იწვევს. ხოლო მეორე ეს არის ქვემოდან ზემოთ წამოსული პროცესი, როდესაც მოსახლეობის არაპრივილეგირებული ჯგუფები და მშრომელთა კლასი ცდილობს არსებული ეკონომიკური წესრიგის მიმართ კონტრჰეგემონიული წინააღმდეგობის გაწევას და არსებული წესრიგის ჩანაცვლებას. სამოქალაქო საზოგადოების იდეის ხელახალი დაბადება 1970-80-იან წლებში იწყება. როგორც პოლიტიკური იდეების ისტორიკოსები წერენ, ეს ცნება ამ პერიოდში ხელახლა გახდა აქტუალური ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუმცა რამდენადაც ცნობილია, ამ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. სამოქალაქო საზოგადოება ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტური ელიტებისათვის რეჟიმთან შებრძოლების უმთავრეს იარაღად იყო აღქმული. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების ცნების დამკვიდრება გვიანი სოციალიზმის ეპოქიდან იწყება და ის უკავშირდება სოციალისტ და დასავლეთის ინტელექტუალებსა და აქტივისტებს შორის არსებულ დიალოგს, რომელიც 1968 წლის პრაღის გაზაფხულის შემდგომ იღებს სათავეს. როგორც ერთ-ერთი უნგრელი ავტორი წერს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეს დიალოგი ერთმანეთს უკავშირებდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ინტელექტუალების მიერ ნაწარმოებ კრიტიკას ერთი მხრივ სახელმწიფო სოციალიზმისა და მეორე მხრივ დასავლური კაპიტალიზმის შესახებ. და მასში სამოქალაქო საზოგადოება დანახული იყო როგორც თვითორგანიზების ავტონომიური სფერო პოლიტიკისა და ეკონომიკის მიღმა. ანუ სახელმწიფოსა და თავისუფალი ბაზრის მიღმა. შესაბამისად ის გაგებული იყო როგორც გარკვეული უპირატესი მორალური ღირებულება დაახლოებით იმ ტიპის, როგორც იყო ჭეშმარიტება და ადამიანის უფლებები. ამდენად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულმა მცირერიცხოვანი ელიტების დიალოგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ცნების დღევანდელი გაგებით დამკვიდრებაში. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტები სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ახალი რწმენის აღსანიშნავად ამკვიდრებდნენ ისეთ ცნებებს, როგორიც არის ანტიპოლიტიკა, ცხოვრება სიმართლეში და პარალელური პოლისი. მაგალითად, გვიანი სოციალიზმის პერიოდის ინტელექტუალი დისიდენტი პოლონელი ადამ მიხნიკი 70-იან წლების ბოლოს გამოქვეყნებულ ცნობილ სტატიაში ახალი ევოლუციონიზმი წერდა, რომ ზემოდან წამოსული ცვლილებების მცდელობები ჩავარდა და რომ ახალი ცვლილების ერთადერთი სტრატეგია უნდა ყოფილიყო ცვლილება ქვემოდან, რაც შეცვლიდა სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის აქამდე დამკვიდრებულ ურთიერთობას. ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების ავტონომიისა და თვითორგანიზების ახალი რწმენა, რომელიც სახელმწიფოსგან უკან იხევდა. განვითარება აქ დანახული იყო დასავლეთთან დაწევით და პოსტსოციალისტური ქვეყნების გლობალური ინტეგრაციაც სწორედ განვითარების ამ დომინანტური ნარატივის ფონზე განხორციელდა. ამგვარად აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების ცნება სოციალისტური რეჟიმების შიდა ინტელექტუალური კრიტიკით დაიბადა, მაგრამ ნაცვლად რადიკალური ან პოლიტეკონომიური მემარცხენე კრიტიკისა კრიტიკულმა ინტელექტუალებმა ლიბერალური სოციალური თეორიები აირჩიეს და ინდივიდუალურ უფლებებზე დაფუძნებული კრიტიკა აწარმოეს. რამაც განსაზღვრა კიდეც შემდეგ ათწლეულებში დამკვიდრებული იდეები სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ.